ცხოველთა უფლებადამცველთა პროტესტი, ხმაური ზუგდიდში და ურთიერთგამომრიცხავე განცხადებები, მიუსაფარი ძაღლების დასაცავად დაწყებული და უახლოეს დღეებში სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქციების ფონზე შესაბამის უწყებებს განმარტებების გაკეთება უწევთ. სურსათის ეროვნული სააგენტო დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ცნობებს, რომ ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლების დაძინება და მასობრივად განადგურება ხდება, გორში კი ძაღლები დაწვეს. დღეს განმარტეს, რომ ზუგდიდში ძაღლების სპეციალური პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა манипуляციის, მათ შორის სოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და საერთო ბაზაში რეგისტრაციისთვის გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, სხვადასხვა ვეტერინარული манипуляცია შესაბამისი პროგრამის სატესტო რეჟიმში 3 რეგიონში ტარდება. საპირისპირო სამტკიცებენ ცხოველთა უფლებადამცველები, რომელთა ინფორმაციით ძაღლებს უკან აღარ აბრუნებენ. გენო ოსიყვაშვილი არ ყვევდა დეტალებს, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. გენო. Თავთან მაყურებლისთვის უფრო ნათელი და ცხადი რო იყოს, ვთქვათ, რომ დღეს მომხდარი ამბავი ორი სხვადასხვა ამბავია, ორივე ძაღლებს უკავშირდება, მიუსაფარ და მიკედლებულ ძაღლებს, თუმცა თავად ამბავი არის ორი სხვადასხვა. მოდი, დავიწყოთ პირველით, ეს არის გორი და დღეს დილით სწორედ გორიდან წამოვიდა, ასე ვთქვათ, ადამიანების ცხოველთა დამცველების შეშფოთებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გორის მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი არის და ასევე არის კრემატორიუმი, ცხოველების ხდებოდა ცხოველების დაწვა და აი ამის ამსახველი კადრებიც ერთგვარად გავრცელდა. ყოველ შემთხვევაში კომენტარი სწორედ ესეთი ერთოდა ამ კადრებს. საუბარი იყო იმაზე, რომ ამ კრემატორიუმიდან ამოდიოდა კვამლი, იყო სუნი და ამას უკავშირებდნენ იმას, რომ ცხოველების დაწვა მიმდინარეობდა. ამის პარალელურად, როგორც ამ კომენტარებიდან ირკვეოდა, ისინი ამბობდნენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი იყო შესული გორის მუნიციპალიტეტის ამ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში და ეჭვი ჰქონდათ, რომ სწორედ ქუჩიდან აყვალინი ძაღლები შეიყვანეს ამ კრემატორიუმში. და აი ამასთან დაკავშირებით დილიდან უკვე იყო შეშფოთება საზოგადოებაში, თუმცა და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა ცოტა ხნის წინ დასრულდა აქცია, თუმცა აქციის რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ გრძელდება ამ მუნიციპალიტეტის ვეტერინარულ სამსახურთან და მთელი დღის განმავლობაში ამაზე კეთდებოდა განცხადებები. განცხადებები კეთდებოდა როგორც აქციის მონაწილეების მხრიდან, ისინი ითხოვდნენ მეტგამჭირვალობას და ახსნას თუ რა ხდებოდა კრემატორიუმში, მეორეს მხრივ თავად ამ დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან გულისხმობ მერს და თავად სურსათის უვნებლობის სამსახურის მხრიდან. მათ თქვეს, რომ გორში მართლაც არის კრემატორიუმი, თუმცა იქ მხოლოდ ასე ვთქვათ ქირურგიული, როგორც არის სტერილიზაციის შედეგად დარჩენილი ქირურგიული ნაწილების დაწვა მიმდინარეობს და ეს კრემატორიუმი 24 საათის ზოგადად ეს სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს და არ არის განსაზღვრული მხოლოდ დღე მოხდება ამ ნარჩენების დაწვა თუ ღამე მოხდება და აი ეს მიმდინარეობდა ეს პროცესი და იქ მათ კატეგორიულად უარყვეს ის რომ რაიმე სახის ცხოველების დაწვა მიმდინარეობდა. სხვათა შორის ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობდნენ, რომ მათ ეჭვი ჰქონდათ, ამბობენ ჯერ კიდევ რომ მათ ეჭვი აქვთ, რომ ცოცხლადაც კი მიმდინარეობს დაწვა, თუმცა ის კატეგორიულად გამოირიცხეს და უარყვეს სამსახურშიც და მუნიციპალიტეტშიც. მათ განაცხადეს, რომ მსგავსი რამ კანონით არის პირველ რიგში აკრძალული და უკანონო არაფერი არ ხდება, გამჭვირვალობა არსებობს ამასთან დაკავშირებით და ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს დაინტერესება ამ მიმართულებით, შეუძლიათ გამოითხოვონ ინფორმაცია, თუ არ არის პოლიტიკური დაინტერესება, რადგან ამ მიმართულებითაც იყო დღეს მათ შორის მუნიციპალიტეტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ შესაძლებელია ეს ხმაური გარკვეულ პოლიტიკურ ჭრილში იყო გადატანილი, თუმცა უფლებადამცველები, როგორც გითხარით, ამ დრომდე ჯერ კიდევ რჩებიან ამ სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი აცხადებენ, რომ მათ არ ჯერათ ამის და მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ ამასთან დაკავშირებით. ცით რატომ აქვს ეჭვი? ასეთ დროს როცა რთავ, როცა მოსახლეობამ არ უნდა გაიგოს, ზუსტად ამ დროს მუშაობ. ესე იგი რაღაც ფაქტებს აქრობ, ხო? ანუ რაღაცა დანაშაულს ჩადიხარ, იმიტომ რომ ვიღაცამ არ გაიგოს. ეჭვი მაქვს, რომ დანაშაული ქმედებები თვითონ ჩაიდინეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობას უკვე ძინავს და ასეთ დროს ესენი მოქმედებენ. შეყავთ ძაღლები და არ არის გამორიცხული, ცოცხალი ძაღლებიც ჩაყარეს, იმიტომ ამათმა სავარაუდოდ თუ 5 საათი არის ჩართული კრემატორიუმი, ხალხო ერთი ძაღლის დაწვას 5 წუთი უნდა. მე წავიკითხე ტელეფონში, რომ გააქვს გუგუნიო კრემატორიუმსაო, აქ თავში საფარში და არ დავიჯერე, ისი რატო არ დავიჯერე? რომ აქ ისეთი ხალხი მუშაობს, ეხლა მიკვირს რატო არ იხედებიან. ისეთი ხალხი მუშაობს, ყველას ძაღლი უყვარს და მე ადუღებულ წყალში ჩავყოფხესა, რომ ცოცხალ ძაღლს არავინ არ დაწვავს აქ კრემატორიუმში. მე აქ სახლში 30 ძაღლი მყავს, აგე 2 ძაღლი მანქანაში მიზის კიდე და ვინც ცოცხალს და ძაღლს დაწვავს, მე იმას შეიძლება შვილი მოკლა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ცხოველები. მარტო ძაღლები კი არა, ყველანაირი ცხოველი მიყვარს და არ ვიცი. ეხლა
იმის ლაპარაკი არის ტყუილი. მუნიციპალური თავშესაფარი მუშაობს კანონის სრული დაცვით, პროცედურები ტარდება დადგენილების შესაბამისად. არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ იმოქმედონ ადამიანების ემოციებზე, მანიპულირებენ მათი ემოციებით. მინდა ყველას მოუწოდო, რომ არენდონ ამ ცრუ ინფორმაციას, თუ კი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აინტერესებს, მიმართონ შესაბამის სამსახურს წერილობით და ყველა შეკითხვაზე მიიღებენ დაწვრილებით პასუხებს. სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული манипуляციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის. აღნიშნული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას, მიუღებელია ჩვენთვის. საზოგადოებას მოუწოდებთ ნუაყვებით ცრუ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს თავიდან ბოლომდე ჩვენი პროგრამის დისკრედიტაციას. შიდა კარტში ჯერ საერთოდ ღონისძიება არ დაგვიწყია ჩვენთან, არაზეა საუბარი. გორის თავშესაფარი ამ წუთას ჩვენ გამიყვანილ ცხოველებს აღიძებს. სპეციალური, ასე ვთქვათ, დატრენინგებული ბრიგადები არიან, რომლებიც ასე ვთქვათ, აყავთ მიუსაფარი ცხოველები კუჩიდან, შემდეგ გადაყავთ ისინი ცხოველთა თავშესაფარში. თავშესაფარში იქ ხდება მათი, ასე ვთქვათ, სტერილიზაცია, კასტრაცია, შემდეგ რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, რა თქმა უნდა, აუცილებელია. შემდეგ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ ერთხელ ერთ-ერთი საერთოდ კომპონენტი გახლავთ ეს ყველაზე ასე ვთქვათ საჭირო და შემდეგ უკვე ლეიშმანიოზზე და ჭირზე გამოკლება და შემდეგ უკვე ნაბრუნებენ ისევ გარემოში. რაც შეეხება მიკედლებულ და უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით, დღეს მოვხდარ მეორე ეპიზოდს, ეს უკვე ეხება ზუგდიდს და ზოგადად სურსათის უვნებლობის ვეტერინარულ დეპარტამენტს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა სურსათის უვნებლობის ვეტერინარულმა სამსახურმა დაიწყო კანონის შესაბამისად მიკედლებული და უპატრონო ძაღლების, ანუ ეგრეთ წოდებული ქუჩის ძაღლების, ასე ვთქვათ, აყვანა, მათთვის სტერილიზაცია, კასტრაციის ჩატარება და შემდეგ უკვე უკან დაბრუნება. ამასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური ბრიფინგიც გაიმართა სურსათის უვნებლობის სააგენტოში და ითქვა, რომ ეს საკითხი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობდა, იმდენად რამდენადაც გამოვლენილი იყო, ქონდა თუ არა ამ პროექტს ხარვეზები და ხარვეზები გამოვლინდა და ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი არის კომუნიკაციის ნაკლებობა. ქუჩაში მყოფი ძაღლები ფაქტობრივად იყოფიან ორ კატეგორიად, ერთი არის უპატრონო ძაღლები, ხოლო მეორე არის ეგრეთ წოდებული მიკედლებული ძაღლები, ანუ ძაღლები რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, თუმცა მათ ადამიანები პატრონობენ, მათ აცრაზე ზრუნავენ, ასევე ზრუნავენ მათ კვებაზე, სწორედ ასეთ ძაღლებს უწოდებენ მიკედლებულ ძაღლებს და აი ბოლო 2 დღის განმავლობაში სურსათის უვნებლობის სააგენტოს შესაბამისი უწყება ამ ძაღლებს ისე იყვანდა ქუჩიდან და მიჰყავდა, რომ როგორც ჩანს მათ არ ჰქონდათ სათანადო კონტაქტი სწორედ ამ მიკედლებულ მეპატრონეებთან, ეგრეთ წოდებულ მეპატრონეებთან, რამაც გამოიწვია გარკვეული გაუგებრობა, დაძაბულობა და ასე ვთქვათ მოლოდინი, რომ სად წავიდნენ ეს ძაღლები, შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანების აღმოჩენაზე გადავიდნენ ეს ადამიანები და მართლაც ზუგდიდში დღეს ასევე შუადღისას იყო შემთხვევა, რომ აი ეს მეპატრონეები მიკედლებული ძაღლების მივიდნენ და ისინი ითხოვდნენ დაბრუნებას, დღეს მათ მოახერხეს და დაუბრუნეს ეს ძაღლები და სწორედ აი ამასთან დაკავშირებით უკვე სურსათის უვნებლობაში დღის განმავლობაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ეს აი სწორედ ამ ადამიანებთან ნაკლები კონტაქტის გამო მოხდა, რასაც უწყება მომავალში გამოასწორებს. ზოგადად ეს პროგრამა 3 წელზე იქნება გაწერილი და ფაქტობრივად გულისხმობს იმას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აღირიცხოს ყველა ძაღლი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, იქნება ეს მიკედლებული თუ უპატრონო, მათ უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი აცრები, სტერილიზაცია და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილს. და სწორედ აი ამასთან დაკავშირებით ისინი უკვე მომავალში ფიქრობენ, რომ ამას უშუალოდ განახორციელებენ სწორედ ამ მიკედლებული ადამიანების, ან მეპატრონეებთან ურთიერთობით და მათი თანხმობით და მათ გარეშე აღარ მოხდება ძაღლების წაყვანა. მნიშვნელოვანი საჭიროება არის კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც გამოვლინდება იმაში, რომ ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება თუ რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ვაქცინაცია, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რასაც მინდა ხაზი გაუშვა, ადგილზე ვაქცინაცია, რომელსაც განახორციელებს ვეტერინარი სპეციალისტი. და კასტრაცია, სტერილიზაცია. აღნიშნული ღონისძიება
განხორციელდება პასუხისმგებელ პირთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების წესით. მოგეხსენებათ, რომ ბირკა არ არის გარანტია იმისა, რომ ცხოველი არის ვაქცინირებული, შეიძლება იმუნიზაციის პერიოდი გასული ქონდეს. შესაბამისად, თუ გვეტყვის, რომ მას სჭირდება ვაქცინაცია, ჩაუტარებთ ვაქცინაციას. ხოლო თუ გვეტყვის, რომ ის უკვე ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს ყველანაირი ღონისძიება, მაშინ ჩვენ მათ არ შევეხებთ. თორემ ამას ითვალისწინებს კომუნიკაცია. და სხვა ვითარებაში ბუნებრივია ყველა აქტივობა უბრალოდ შეთანხმებული იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი კომუნიკაციით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული დაბრუნდეს იმავე არეალში, ოღონდ მიმდებარედ ისე რომ მან საფრთხე არ შეუქმნას იქ არსებულ პიროვნებებს, რომლებიცაც უბრალოდ ან ეშინიათ, ან არ ვიცი, ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რის გამოც ამ ძაღლებმა შეიძლება რაღაც გარკვეული დისკომფორტი შექმნან. თუმცა ჩვენ ვემიჯნებით იმას, რომ ის თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი. ეს ჩვენ საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომელიც კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იმ არეალში მიმდებარედ. ქუჩის ძაღლების აღრიცხვა სტერილიზაცია აცრებთან დაკავშირებით ასევე კანონი ითვალისწინებს იმას, რომ გარკვეული ჩამონათვალია ეს ძაღლები სად აღარ დაბრუნდებიან. მაგალითად, სკოლების ეზოები იგულისხმება, ბაღების, ასევე იქ სადაც პატარა ბავშვები იკრიბებიან, სპორტ დარბაზების მიმდებარე ტერიტორიებზე და სწორედ ესეც იწვევდა გაურკვევლობას, რადგან აქედან აყვანილი ქუჩის ძაღლებს თუ იქ აღარ დააბრუნებენ, მაშინ სად წაიყვანს სააგენტო და ამასთან დაკავშირებითაც დღეს გაკეთდა განცხადება. მათ თქვეს, რომ სწორედ მიკედლებულ ანუ პასუხისმგებელ პირებთან ერთად, ვინც იქნება პასუხისმგებელი ამ ძაღლებზე, ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებზე, მათთან ერთად შეთანხმდებიან, თუ ამათ სად ჩამოსვავენ და აქ მთავარი ფაქტორი იქნება ის, რომ ამ ძაღლებს იმ არეალს დიდწილად არ მოაცილებენ, სადაც ისინი ბუნებრივად იმყოფებიან. მადლობა, გენო ოსიყმაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.